სერ ადამ ვალერიონი, ადამ ვალერიონ, ჯორჯ რ მარტინის ცეცხლი და სისხლის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი და ტრაგიკული პერსონაჟია. ჰიუ ჰამერისა და ულფ თეთრისგან განსხვავებით, რომლებმაც ძალაუფლების გამო უღალატეს თავიანთ დედოფალს, ადამი ერთგულების, ღირსებისა და თავდადების სიმბოლოდ იქცა. ის იყო დრიფტმარკელი ბასტარდი, რომელიც დედოფალ რეინირას მიერ გამოცხადებული დრაკონის თესლის ძებნისას გამოჩნდა. ადამმა მოათვინიერა სვის კვამლი, სიზმოკ დრაკონი, რომელიც მანამდე რეინირას პირველ ქმარს, ლეინორ ვალერიონს ეკუთვნოდა. ამ წარმატების შემდეგ ლორდმა კორლის ვალერიონმა, სვის კველმა ის და მისი ძმა, ალინი, კანონიერშვილებად აღიარა და ვალერიონების საგვარეულო სახელი უბოძა. ადამი თავდადებით იბრძოდა რეინირას შავების მხარეს, თუმცა ჰიუ ჰამერისა და ულფ თეთრის ღალატის შემდეგ მეფის სავანეში მყოფ დედოფალს ბასტარდების მიმართ პარანოია დაეწყო. რეინირამ ადამის დაპატიმრება ბრძანა, რადგან თვლიდა, რომ ყველა ბასტარდი მოღალატე იყო. ლორდ კორლისის დახმარებით, ადამმა მოასწრო დედაქალაქიდან გაქცევა თავის დრაკონთან ერთად. იმის ნაცვლად, რომ დედოფალზე შური ეძია, ადამმა გადაწყვიტა თავისი ერთგულება საქმით დაემტკიცებინა. მან საიდუმლოდ შეკრიბა მდინარეეთის რევერლანდს, ლორდების ახალი ჯარი და მოულოდნელად თავს დაესხა ტამბლტონს, სადაც მოღალატეები და მწვანეების არმია იმყოფებოდნენ. ტამბლტონის მეორე ბრძოლაში ადამმა და მისმა დრაკონმა გმირულად იბრძოლეს. სვის კვამლი შეებრძოლა უმხედროდ დარჩენილ გიგანტ ვერმიტორს, ჰიუს სიკვდილის შემდეგ და ტესარიონს. ამ საშინელ საჰაერო ორთა ბრძოლაში სამივე დრაკონი დაიღუპა, მათთან ერთად კი 24 წლის ადამ ვალერიონიც. მისი თავდადების წყალობით მწვანეების არმიამ დედაქალაქზე წინსვლა ვეღარ შეძლო. ადამმა სიცოცხლის ფასად ჩამორეცხა ლაქა ბასტარდების სახელს. მისი გარდაცვალების შემდეგ დრიფტმარკში მის საფლავის ქვაზე მხოლოდ ერთი სიტყვა ამოტვიფრეს, ერთგული ლოიალ.